სანდრო ბატონმირიან იმ ბავშვებიდან აი იქ მოწმე სხვა შორის მე მინდა სამართლებრივ შეფასებაზე თქვენი პასუხების მოსმენაც იურისტების მაგრამ იმ ბავშვებიდან ვინც იქ იყვნენ ახალგაზრდებიდან მოდით ასე ვიტყვი ვინც მანქანებით ჩავიდა რკინის ჯოხები ეჭირათ ასე შემდეგ თავისი ინიციატივით რამდენი გავიდა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის თუ იცი მე ამენდაც ვიცი არავინ თავისი ინიციატივით არ გასულა პირიქით რა თქმა უნდა ყველა იღებს ორიენტაციას იქითკენ რომ მაქსიმალურად დაიცვას თავი მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველანი ადვოკატები ანუ ყველას იქით მიაკითხა გამოძიება უნებრივია როგორც წესი არც ეს საქმე არ არის სამწუხაროდ გამონაკლისი და თუ იმაზე ვსაუბრობთ პრობლემა საიდან იწყება როდესაც მამა პირველ კლასელში შვილს ეუბნება რომ ვინმე ხმას თუ აუწევს შენ ფიზიკურად უნდა გაუსწორდე აი ეს იწყება იქიდან აქედან იწყება ჩვენი პრობლემა ხედავთ თითქოს დავობთ ლაპარაკობთ კამათობთ რაღაცას ვიკვლევთ და საბოლოო ჯამში ვაკეთებთ იგივეს ძალადობას უნერგავთ ბავშვებს ფსიქიკაში და მე 19 წლის ბავშვებზე ვლაპარაკობთ მაპატეთ აი ფუ დამნაშავე საზიზღარი როგორ გაიმეტა რომ ვისი შვილია ეს ჩვენი შვილი არ არის ესენი არ არის არა მე მესმის არავის დამნაშავედ გამოცხადებას არ ვაკეთებ ზოგადად უბრალოდ მაინტერესებდა თავისი ინიციატივით თუ რომელიმე მიაკითხა გამოძიებას და ის ვინც ცემა მეორე ბიჭი მცემელი დაკავებულია სავადმყოფოში რომელიც წევს დღევანდელი მონაცემებით დაკავებული არავინ არ არის ბატონმიშა მითხარით და ბატონმიშა მიხეილ მინდაძესთან გადავალ ხა ისევ შეკითხვით შემდეგ ჩვენი ჩართვა გვექნება საინფორმაციოსთან პატარაჭრა და ირმასთან უკვე სამართლებრივ თემაზე მინდა რომ გავშალოთ საუბარი ეხლა მომწერეს რომ დაურეკიათ ჩემთან საგამოძიებო უსმენიდან და უნდა მოისმენ. კიდევ კარგი, ეთყობა გვიყურეს და ანუ ეთყობა გვიყურეს და ეს რეაქცია ქონდა. ძალიან კარგი და იმედია შენ ჩვენებას მისცემ სრულად. ბატონშა, რატომ თქვენი აზრი კი ბძანეთ რომ ერთი ეს არის შიში, მაგრამ რა ვუყოთ, როგორ ვასწავლოთ? ერთი უნდობლობაა გამეფებული ყველა ფენის ერთმანეთის მიმართ. არ გენდობა ეს ბავშვი პოლიციას კი არა, მამამისის სამხანაკს აღარ ენდობა. სამწუხაროდ. მე მინდა ძალიან კარგად მივიღო ბიჭის ივანიშვილის ნათქვამი და